მოგესალმებით 27 ნოემბერია კუმისზე ვარ წამოსული სათევზაოდ ცოტა ხანი გავერთობით ვითევზავით ძალიან მარტივ თევზაობას კარაჩხანებზე და მარტივად რა ზედმეტი დანამატების გარეშე კოპტონს გამოვიყენებ და ასეთ დაზავე ბაზა არავის სხვადასხვა რაღაცები აქ დაზავებული შიგნით და ვითევზავებ მანიქაშით და ნაკელის ჭით ნახოთ რა იქნება ასე გავაკეთებ ასეთ ბორთლებს და ჩავუყრით აქ კიდევ ასეთი მასა იყრება ძალიან არომატული გამოდის და ესეც ასე ასეც დღეს ვითევზავებ აი ასეთი მგრძნობიარე წვრილი კარბონის ჯოხით სიგრძით არის 360 მიყენია 8 გრამიანი ასეთი ლამაზი და კარგი ტივტივა ეს თავი რო კარგად ჩანდეს და FTK-ს ნემსკავებს ვამუშავებ დღეს კარასზე ახლა განახებთ მანიქაშა როგორ ისოვქენი აი ესე ამაში ჩავტენე და გამზადებული მაქვს ცოტა ხანში უკვე ამასაც მოვტესტავ დავიწყოთ ახლა აქ დავაყენე უკვე ნაკელის ჭიები პეტარა კარასუნია ასეთ პატარა კარასებს ვუშვებთ აუ რამდენი ზაცებია ახლა რატოა კარგი შპრიცი ნემსკავს დაიჭერთ ხელში მანიქაშას გამოდის და დაახოთ ეს ვარიანტია მე ცოტა მშრალი გამომივიდა იმიტომ რომ კარგად არ არის ჯერ გამჭდარი წყალში სასურველია მანამ სათევზაოდ წახვალთ მანამ გააკეთოთ ან წინა დღეს გააკეთოთ და იქნება იდეალური ვარიანტი აი ეს აბა ნახოთ ახლა რა იქნება შორი დისტანციაც არ დაგჭირდება აგერ აქვე ვითევზავებ კამიშებში უდგას თევზი ოპა ესეთი გაიზომა კარასუნია გავიჭრე მანიქაშაზე რა თქმა უნდა დღეს დაჭერილ თევზს უშვებთ დაიჭირე გავუშვი მდინარეებს
ისე. ნემსკოვზე დავახვიოთ მანიქაში. როგორც კევი ეგეთი ხდება რა, ძლიერია. წყალში ახლა ირო ამოვარტყე. კიდევ ზედა აქ. ეს გავუსწორებ. მაგრამ ვერ გავუსწორებ. წავუსვათ კიდე მეორე ნემსკოვზე. Фу, მოდი აქ რე. გაითვალისწინეთ, რომ ცოტა ბალახიანია. კომისი და ცოტა ხანი რომ დაელოდებით და არ დაარტყობს. ამოიღეთ, შეამოწმეთ და ხელახლა გადააკეთეთ. დიდი ხანი ლოდინი არ სჭირდება მას. წადი რე, ირბინე თუ რე. აბა, მოდი აქ. ეს. ასეთი კაი ზომა. მანიქაშაზე თავს იგიჟებს გავუშვათ. დისტანცია მაქვს დაახლოებით 10 მეტრი რა, 12 მეტრი მაქსიმუმ. აი არის სტარტი. არის წაიღო ნელ-ნელა. აბა, დავიჭირეთ. აი, ცოტა მეტი დავაცადე ახლა რომ მეთქი დასდეს და ასეთი ვარიანტი მიდის. ასე რომ სწორი მონტაჟი. დიდი ნემსკოვებიც არ არის საჭირო. ერთი პეცაც უნდა. მეორე სათაფესო. სწორი მონტაჟი. წყნარი თევზაობა და სასურველია სწორი დასაკვები. ამ პერიოდში ვცდილობ ხოლმე რომ ძალიან არომატული რაღაცები არ გამოვიყენო, რომ არ დავავთხო. კოპტონი ყველაზე ისეთი უნივერსალია, ყველაფერზე რო კარგად მუშაობს. კოპტონს ვიყენებ ხოლმე და სხვადასხვა შენარევებს. ჩავაგდე და დაიწყო გეთამაში. აბა დავაცადოთ. ცოტა ემაიმუნოს კარგად. წაიღო. ოხ, ვერა. ცოტა კიდევ უნდა დამესტი. ეს ჩემი ძაღლი. თევზაობა უნდა ვასწავლო. ჩავაგდო.
კი. სუმანიზე ვიჭერ. დაველოდოთ. პედიქს პირს არ ადებს და. აი ეთამაშება. არა კი დაუსხია ბაზე. მაინც შენი დავი. პედიქს. აი ეს შეხვდება და ოდნავ ეთამაშება და წავთამაშე მივარდა. სტიკაი სატაფეზომა. ამანკესის შეძენა რა თქმა უნდა შეგიძლიათ მაღაზია ფიშოპში ჩემთან. გავუშვათ. ნაწილ გადახტოთ მოსულა. ტიბისის ნაწილ დავამატე ბიჭებო და შეგიძლიათ ნაწილად გადაეხადოთ. წავიდა. ახლა არის სტარტმა. წაიღო, მოდი აქ. აუ მოძრა. გონდა და მოძრა. წავიდა ეგრევე მივიდა ნადირი. დავაცადოთ. დავაცადოთ და მეგონი შეგვიჭამა. მოძია ცოტა. არა ჯერ აქ ისე. მოდი აქ. კაიგარასიო სატაფე. მოკლედ ჩამოსული ვართ კომისზე მედალევანა და ერთობით ასეთ ბომბურა კარასებზე. წავიდა. Hei, მოისვენე. Фу. დაიწყო თამაში, წაიღო. იდი, კარგად წაიღე, კარგად რა ლამასად. მოდი აქ. ეს მიყვარს აი გარასეს და აი ამ პატარა წული ჯოხების თვიჟენა ეს მევასება რა, რომ დაიტრევს გეგონება 5 კილოვანი მოყავს და მუშაობს კაცურად. თან ესეთი ლამაზი ჯოხია. ესეთი ბომბურა დავიჭერე. ეხლა დავაყენე ჭია. ნაკელის ჭია და ვნახოთ აბა რას იცავს. წავიდა გოგონი. ახლა დავაკვირდეთ.
რა თქმა უნდა წავიდა მაიმუნობა. ტივტივის. ლევან გუნდები გააკეთე. გუნდები გააკეთე, კაია, დაიშვა. ცოტა დაასველე მე. გადავყარე უკვე, გაიქცე. ნახე შენ გუნდები. ნახე ბალკა. ვა ნაკელის მატლზე ჭიაზე იმაშვება რა ქვია ზარმაცობს ნაკელზე ზარმაცობს აიღო და ეთამაშება მიდიავა მადია და რა მოძრა პაცუკა იყო და მოძრა აბა მანიქაშაზე წადე ეს ნაკლის ჭიაზე ბომბორიკო წავიდა მაიმუნობა აჰა ეთამაშება მიდი პატია ჭია ამით არის კარგი რომ წარამარა არ უნდა გასწორება რაღაცა ჭამა წეღან რაღაცა კი არა ყველაფერი ჭამა კამიშები ეთამაშება და ნახოთ რა არის დანება აშკარაა რომ მანიქაშა ჯობნის იყო და მოდია ესეც ჭიაზე
ეგრევე დარტყმა მივიღეთ. ჩაგდებისთანავე. მიდი. ისულია. ათი აქ. Ясно, манікашაზე. манікაშა ჯობნის ესე იგი. ბომბორიკო. ასეთი პატარა ჯოხებით, სუბუქი ჯოხებით მიდის კაიფი. ბევრი მეუბნება ხოლმე, რომ აი ჩაოლობრივ ბამბუკით ვერ ვითევზავებ და ჯოხით ვერ ვითევზავებ. მთელი ჩემი ბავშვობა თხილის ჯოხით ვთევზავდი ხოლმე ბიჭებო. მთელი ჩემი ბავშვობა. სეზონიდან სეზონამდე რომ მივაყუდებდი ანკეს და დავბრუნდებოდი ანკესთან სოფელში დაუნული ხდებოდა ხოლმე ეს მეკუდებისგან. ხოდა თევზავებით მაშინ თევზავდით ხოლმე. მაგრამ ეხლა არის საშუალება და არც ისეთი ფასები არ აქვს რომ ვერ შეწდე. როდესაც ქალაქიდან გადიხარ თან თბილისში როცა ცხოვრობ ან ქალაქში როცა ცხოვრობ ზოგადად შორს გიწევს გასვლა სათევზაოდ. საწვავის ხარჯია, საჭმელის ხარჯია და კიდე რომ დაისვენო, ისი ამოვნო. და როდესაც მიდიხარ უკვე და იმ 20 ლარს ჯოხში დაზვგავ, იმ 3 ლარს სიტყვაზე ნემსკავში დაზვგავ და თევზაობას დაიწყებ, შედეგს რო ვერ დადებ, გულიც აგიცრუდება. ის ჯობია რომ სიტყვაზე ერთ თევზაობით ნაკლები წახვიდე და ის თანხა გადადო. კარგი ჯოხი ააწყო, კარგი რა ის ბიუჯეტური თუ თქვენ არიცით. შეეკითხეთ ან მეგობარი გეყოლებათ ან მაღაზიაში მაგალითად მე შემიძლია კონსულტაცია გაგიწიოთ. სპორტულ თევზს ჭერაშიც ავარ და ერთი სიტყვით პროფესიონალ დონეზეც თევზაობ შეძლების დაგვარად. ნუ ჩემზე მაგრათაც თევზაობენ, მაგრამ ვიცი მიდგომები. შემეკითხე დაგეხმარებით. ან მე რომც არ ვიყო, მეგობარი გეყოლებათ და უთხარით თქვენ მეგობარს როგორსად რაზე ვითევზავ. დაგეხმარებათ, თქვენც კმაყოფილი იქნებით და თქვენი მეგობარიც არ იწვალებს ზედმეტ ახსნებით. აბა წავიდე ახლა თევზაობა. ერთი ჭია, მეორე მანი. აი არის დარტყმა. არის დარტყმა, მიდი. წაიხო, მიდი კიდე კარგად. ათია, კამას ჯოხს უყურეთ როგორ საკაიფო თამაშობს. აი ესეთ თევზავისთვის არის ეხლა რამაჯობა. კიდე მანიკაშას იგრჭია, მანიკაშა შეჭამა. ლევან, მანიკაშა ბევრად ჯობნის მინდა გითხრა. აბა. ერთად არ ჩავტენეთ კაცო. ჩემი მოზალილია. დაინახე ჩაგდებული არ არის ეგრევე დაეტაკა. აი გამეორე ახლა. ათია, როგორ გავაკრო ამას. არხი გამოიწერეთ ბიჭებო. რა კარგი ზომა და ენა. ამას უყურე კარგია.
არხი გამოიწერეთ და YouTube-ზეც ბევრ ვიდეოს ვდებ ხოლმე. გრძელი ვიდეოები უფრო მიდევს YouTube-ზე. როგორც ფიდერით, სპინინგით, ხავსაობა, რა ყველაფერი აბსოლუტურად. Პაწავიდა. ასეთი თევზაობის დროს სრულიად საკმარისია, ახლა ეს არის 3.6, 14 რამდე ჯოხი. მსუბუქია, მთელი დღე ხელში გიჭირავს და აქ გატარებაზე არ გიწევს თევზაობა, გადასაგდებად მშვენიერი. კაი შეგრძნებებიც აქვს. მეტი არაფერი არ არის საჭირო ამ დროს. აჰა, წაიღო და მოდი აქ. მოდი აქ. გოინახე როგორ ბომბორები წამოვიდა ლევან. პაწავიდა მანიკაში უსი. აჰა, დაიწყო თამაში, დაიწყო. მოდი აქ. წავიდა შემდეგი. ეგრევე თამაშება. მოდი აქ. დუბლი. და ესეც დღევანდელი დღის განეცი ესეთი გემრიელი ზომა გარაჩხანები. და ისევ გეტყვით, რომ ამის შეძენა შეგიძლიათ მაღაზია Fishop-ში. გუდამაყრის ლოკაციაზე Fishop-ი ჩაწრეთ და პირდაპირ ჩემთან მოხვალთ. ბომბორიკოები. დავასრულეთ დღევანდელი რიბალკა ბიჭებო. ასეთ ლამაზ ხედზე დაგემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ ჩემი არხი. 27 ნოემბერია. კუმისზე საკაიფოდ იჭირება კარაჩხანა მანიქაშაზე და ნაკელის ჭიაზე. აბა წარმატებული რიბალკა ყველას.